რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების აუცილებლობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტ მეგან კელისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მარკო რუბიოს თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი რაც შეიძლება მალე და თანაც მხოლოდ მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. რაც პუტინმა გააკეთა საშინელება იყო, მაგრამ არაკეთილსინდისიერი იყო ისიც, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხი, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს, ვიდრე რუსები ყირიმს აიღებდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხედვა ნათელია. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და თან მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. ეს რთული დიპლომატიური პროცესია. მოლაპარაკების ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ამას დრო დასჭირდება. თუმცა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა. ვფიქრობ, დემოკრატების მზარდი რაოდენობაც კი აღიარებს, რომ რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, არის გამოუვალი მდგომარეობა, გაჭიანურებული კონფლიქტი და შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაზე უარესიც კი, როდესაც თანდათანობით უკრაინა ნადგურდება და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს, ასე რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს.